მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ვაგრძელებთ პირკე ავთის ნიშნების სწავლას. ჩვენ ვართ პირველი თავის მეორე ნიშნაზე. ძალებს პირკე ავთი შიმონ ცადიკ აიამში არა გენცდაგდოლა. შიმონ ცადიკი იყო, ასე ვთქვათ, იმ ხუთსების ასე ვთქვათ, ბოლო თაობიდან ერთ-ერთი რასაც ეწოდებოდა ანშე გენცდაგდოლა, ასე ვთქვათ, ჯგუფი, დიდი ჯგუფი, ასე ვთქვათ, თალმუდი ხახმებისა, ვინც მიიღეს თორა გადმოცემით. ეს შიმონ ცადიკი იყო ბოლო ადამიანი, ერთ-ერთი ბოლო, ვინც აბრძანა მაგ ასე ვთქვათ, ჯგუფიდან, დავარქვათ ჯგუფი. თალმუდი ხახმების ჯგუფი, ვისი გადმოცემითაც ასე ვთქვათ, ჩვენამდეც მოვიდა თორა. ურზანებ შიმონ ცადიკი هو يومر على شلوشة دفارم هعلم بيد استام رمزه دقاس از دداميتزا هتكون ده اسمشنا عريس این پریودی دانو کنات کمی اتسوکو تورا میویگد استام توراس میویگدت تسری توراشی روم عریقو اسید کد عریس به رامودین میخسناس کد میدراشیز برزانه بس گمارش تسری روم იქ ჩვენ მამების ხუთით არსებობდა დედამიწა, აბრაამ, იცხაკ, იაკოვი და ასე შემდეგ. მაქამდე წერია ნოახაზე, პირველ ადამიანზე, ადამიანიშნაზე, მაგრამ ასე თქვათ იყო მათ შორის ეს ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებდნენ, რომ ეს დედამიწა ყოფილიყო იარსებამ დედამიწას. როგორც თორა გვასწავლეს რა, თორა გამჩემა შექმნა დედამიწა და სიწმინდეს მეშვეობით თუ რამე სიწმინდე და სიკეთე კეთდა მან დედამიწაზე, ასე ვთქვათ, აგრძელებს ეს დედამიწა არსებობას. გამჩენი, ასე ვთქვათ, უყურებს ამ დედამიწას, თუ რამე კეთდება შიგნით, ასე ვთქვათ, დედამიწაში რამე სიკეთე, რამე მიცვარა და ასე შემდეგ, მაგის მიხედვით, ასე ვთქვათ, ადამიანი კაცობრიობა აგრძელებს არსებობას. მაგრამ სანამ თორას მივიღებდით და სანამ ზოგადად არსებობდა მიცვის გაგება და ან თორის სწავლა და ბერახა და ასე შემდეგ, ნათქვამია თორაში რომ კითხვის ნიშნის ქვეშ, ასე ვთქვათ, გამჩენს ეჭირეს დედამიწაო. არ არსებობდა ზეხუთები გარდა ჩვენ მამებს თუ არ ჩავთვლით და ასე შემდეგ, იყო თაობები, რომლებშიც ნათქვამია პირდაპირ გამჩენზე დაწერილი, რომ ასე ვთქვათ, სიკეთეს, ასე ვთქვათ, გამჩენის სიკეთით არსებობდა ეს დედამიწა. არ ემსახურებოდა ეს დედამიწა არსებობასო, მაგრამ გამჩენისგან სიკეთე იყო და ასე ვთქვათ, მოწყალება რომ ეს დედამიწა დაეტოვებინა და არის კიდე მეორე ახსნაც, რომ გამჩენმა ეს დედამიწა შეინარჩუნა იგივე ნოახის თაობა ავიღოთ და სხვადასხვა თაობები ავიღოთ, რომ ბაბილონის თაობა ავიღოთ, რომელიც ასე ვთქვათ, გამჩენის ასე ვთქვათ, აურია გამჩენმა ბაბილონში, ასე ვთქვათ, ენა და ყველა ერთმანეთს დააშორა და მაგ თაობაზეც წერია, რომ არ იმსახურებდნენ, ასე ვთქვათ, არსებობას. იყო ასე ვთქვათ, გარკვეული თაობები, სადაც ნახდა თორაში პირდაპირ, რომ ეს თაობა, ეს ასე ვთქვათ, არ იმსახურებდნენ ვაფშე არსებობას. მაგრამ მეორე ახსნაც მოდის მაგაზე, რომ გამჩენმა შეინახა სიკეთით რახამიმ, მოწყალებით შეინახა ეს დედამიწა, რომ მომავალში ჩვენ ვიარსებებდით, ასე ვთქვათ, კაცობრიობა, თორა იარსებებდა, ებრაელები იარსებებდნენ და მაგის, ასე ვთქვათ, დალოდებით, ასე ვთქვათ, მოწყალებით, ასე ვთქვათ, შეინარჩუნა გამჩენმა დედამიწა, სანამ თორა არ არსებობდა, რომ მოვიდოდა თაობა, მიიღებდით თორას და თორის მეშვეობით უკვე თორის სიწმინდით იარსებებდა ეს დედამიწა. და მაგ დროიდან არის უკვე ნათქვამი, შიმონ ცადიკის, ასე ვთქვათ, სიტყვები. სამრამეს ბრძანებს შიმონ ცადიკი, هو يومر على شلوشة دفارم هعلم بيد على تورا პირველი არის თორა, თორის დამსახურება, თორის სწავლის დამსახურება, თორის სიწმინდის დამსახურება, რომ ეს დედამიწა არსებობს. მეორე ალ-აბოდა, ეს არის სამსახურის დამსახურება, რა სამსახურზეა ჩვენ ავხსნით. და მესამე არის რა? ალ-გმლუდ ხასაdim. რომ სიკეთეზე არის, ასე ვთქვათ, დაფუძნებული ეს დედამიწა და სიკეთის მადლით არსებობს ეს დედამიწა. ზოგადად რო შევეხოთ თორას, პირველი რასაც ახსენებს შიმონ ცადიკი, რა თორაზეა საუბარი? რა თქმა უნდა თორაზე, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ თორას რაღაც დანიშნულებით. ხო? გარდა იმისა, რომ გამჩენის სახელზე ვსწავლობდეთ. იყოს შეიძლება გამჩენა დაუფაროს სხვა დანიშნულებებიც დაუნიშნოს ადამიანმა თქვათ, რაღაცა სარგებელის გამოსწავლობს, რაღაცის მიზნები, სხვადასხვა მიზნები აქვს სწავლობს თორას,
ადამიანი და მაგისტრის სწავლობს თორას, არამედ თორაში წერია რა რას ნიშნავს თორაზეა დაფუძნებული ეს დედამიწა. როდესაც ჩვენ ვსწავლობთ თორას, იმისთვის რომ თორის მიცვები პირველ რიგში შევასრულოთ პირნათლად. რადგანაც ნებისმიერ მიცვა ვიღოთ, როგორც იგივე ხუთწიგნეული ხუმაშიც რა ვიღოთ, ბევრი მიცვებია დაწერილი, მაგრამ თუ არ შევისწავლეთ, არავინ არ ვიცით როგორ უნდა შევასრულოთ ასე თუ ისე მიცვა. იგივე ვიღოთ მაგალითად თორაში პირდაპირ წერია რომ ჩვენ უნდა დავიდოთ თეფილიმი, ყოველ თეფილინი დავიდოთ ყოველ დილით. გარკვეული დღეების თუ არ ჩავდეთ შაბათს და შემდეგ მამაკაცებმა, მაგრამ თუ არ ვისწავლეთ და არ შევისწავლეთ როგორ გამოიყურებოდეს თქვა თეფილინი და რას ნიშნავს თეფილინის მიცვა და ასე შემდეგ. ჩვენ ასე თქვა ვერ დავუმატლიანდებით შევასრულოთ გარკვეული მიცვები თეფილინის და ასე შემდეგ. ამიტომ თორა გვასწავლეს რა თორის სწავლა რა არის, როდესაც ადამიანი სწავლობს თორას იმისთვის რომ მიცვები შეასრულოს. ეს არის თორის სწავლა. ასევე მოყავს კიდე რამბამსას, თავის რამბამს რაბი მოშე ბენ მაიმონ მოყავს თალმუდ თორას კანონებში, რომ ასევე არის კიდე მეორე მიცვა, გარდა იმისა, რომ ჩვენ თორა ვისწავლოთ იმისთვის, რომ შევასრულო ხვალე და ასე შემდეგ, არამედ არის ასევე თვითონ თორის მიცვაც კი მიცვა, ერთ-ერთი 613 მიცვიდან ჩვენ გვაქვს რა თორა ისწავლე. ეგ არის მიცვა. რადგანაც არის ბევრი მონაკვეთები თორაში, რომ შეიძლება ის მონაკვეთი ვაფშე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შევასრულოთ. გინდათ ტაძრის აშენებისას თუ ტაძრის გარეშეც არის მიცვები, რომელიც უბრალოდ შეისწავლება. უნდა ვიცოდეთ თორის კანონები. თვითონ თორის შესწავლაც არის მიცვა და მაგაზე წერს რამბამი, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა სტადიაში ადამიანი მოხუცია, გაჭირვებულია, მდიდარია, ახალგაზრდა, ბავშვია, არ აქვს მნიშვნელობა რა. ყველა მამაკაც მიცვა არის მამაკაცზე, ამ შემთხვევაში ეს მიცვა, რომელშიც ჩვენ ვისწავლოთ თორა. და გვავალა გამჩემა შევისწავლოთ თორა, გარდა სხვა დანიშნულების და იგივე როგორ უნდა შევასრულოთ, იგივე გამჩენის სიყვარული როგორ უნდა ასე ვთქვათ გავაძლიეროთ ჩვენში და სხვადასხვა იგივე მიცვების შესრულება და ასე შემდეგ. თორის სწავლის მიცვა ჩვენ გვაქვს დღე და ღამე. არ აქვს მნიშვნელობა თორის მიცვას არ აქვს დრო 24 საათის მანძილზე ჩვენ გვეთვლება თორის სწავლის მიცვაში, როცა ჩვენ თორას შევისწავლეთ. შემდეგ ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც თორის სიწმინდით, თორის შუქით, თორის ძალით არსებობს ეს დედამიწა. რაც ის კაცობრიობა, ასე ვთქვათ, თორას სწავლობთ და ძლიერდებით და მით უმეტეს თორის სწავლის შემდეგ მოქმედებაშიც მოგვყავს და ჩვენ ვასრულებთ თორას. წერია თორაში რომ იცოდეს ადამიანმა, რომ არა უბრალოდ თორა ისწავლა და გადაშალა და თორის რაღაც მონაკვეთი ისწავლა, არამედ უნდა იცოდეს, როგორც რამბამიც წერს, უნდა იცოდეს, რომ ჩემი თორის სწავლით ეხლა არავინ არ ვიცით ხო გამჩემას რომ ამ წამს ვინ სწავლობს თორას და ვინ არა. ამიტომ რამბამი იძახის რა, ეხლა რომ მე თორას ვსწავლობ, ვიცოდე რომ ჩემი თორის სწავლით ეს დედამიწა არსებობს. თუ ამდენად პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, მიცვა, რომ ადამიანმა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მეტი უნდა ისწავლოს, ყველა ადამიანს ზოგს 1 საათი აქვს, ზოგს 5 წუთი აქვს დღეში, ზოგს 9 საათი, ზოგს მთელი დღე აქვს თავისუფალი, რაც უფრო მეტ თორას ვისწავლით, მით უფრო მეტი სიკეთე ჩამოვამ დედამიწაზე, მეტი მოწყალება, მეტი ბარაქა და რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენზე, არამედ მთლიან კაცობრიობაზეც გავლენას ახდენს. მეორე ეს არის რა ალჰაბოდა, პირველ რიგში რა თქმა უნდა რაბები გვასწავლიან რომ ეს არის ტაძარზე ნათქვამი, როდესაც ტაძარი ავაშენეთ, ან როცა უკვე ეგვიპტიდან გამოვედით, ჩვენ ქონდა დროებითი ტაძარი, რასაც მიშქანი ქვია, მაქედან მაგაზეც ვრცელდება, იგივე შილოში იყო მიშქანი, მერე ტაძარი ავაშენეთ, მეორე ტაძარი ავაშენეთ, გამჩნდა გუჩქავს და მაშეხი მოგვიბრძანოს და მესამეც საბოლოო ტაძარი, სამუდამო ტაძარი აგვიშენოს გამჩენმა. პირველ რიგში მაგაზე ნათქვამი, რომ მაგ სამსახურზე არსებობს დედამიწა. მაგ სამსახურის ასე ვთქვათ, მოწყალებით, მიცვების შესრულებით, ცხოვრების შესაწერავებით და ასე შემდეგ, რაც მან სამსახური სრულდებოდა, მაგით არსებობდა დედამიწა. როცა დაინგრა სამწუხაროდ გოსტორაში წერია ჩვენი ცოდვების გამო დაინგრა ტაძარი. რა სამსახურზე შეიძლება იყოს საუბარი, წერია სიდურებშიც გვიწერია და ხუმაშიც და თითქმის მთელ თორაში წერია რა, როცა ტაძარი დაინგრა, მთელი სიწმინდე ტაძრის
მსხვერპლში საწერავების და ყველა სამსახურის, ასე ვთქვათ, ძალა გადავიდა დროებით, სანამ ტაძარი აგვიშენდება, მესამე ეზრათაშემ გადავიდა თელი ძალა ადამიანის ბაგეებში. ანუ დღეს უკვე შეგვიძლია დღევანდელ დღეს არ აგვაქვს ტაძარი, შეგვიძლია თქვათ, რომ ტაძრის სიწმინდე, ტაძრის ძალა, რაც გააჩნდა ტაძარს და მან სამსახურს, დღეს ებრაელების, ასე ვთქვათ, ბაგეებშია. ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვდგებით გამჩენის წინაშე ლოცულობთ, ეს არ არის უბრალოდ ლოცვა, ეს არ არის უბრალოდ ჩვენი თხოვნები, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ჩვენი თხოვნებიც არის, ჩვენი სურვილებიც არის, მაგით გამჩენს უახლოვდებით, მაგის გამჩენის წინაშე უფრო სიყვარული, ასე ვთქვათ, უღვივდება ადამიანს. ყველაფერთან ერთად ეს არის რა, ზუსტად ის სამსახური, რა თქმა უნდა, იმ დონის სიწმინდე არ არის და იმ დონის, ასე ვთქვათ, შეხინა არ ჩამოდის, მან მარტო ტაძარში ჩამოდის მაგ დონის შეხინა, ხო? მაგრამ როდესაც ჩვენ ებრაელები ვლოცულობთ, პასუხისმგებელი უნდა იყოს ადამიანი იმაზე, რომ მე მთელი ერისთვის ვლოცულობ. ეს არ არის უბრალოდ ჩემი ლოცვა, ეს არ არის უბრალოდ ჩემი თხოვნა გამჩენის წინაშე ეს და ეს გამიკეთე და ან დაშავებული ვარ და რეფუა მჭირდება, ან აცრახა მჭირდება და ასე შემდეგ, ხო? გარდა იმისა, რომ ჩვენ ვლოცულობთ თვილად ამიდასაც და ასე შემდეგ, ამიდის ლოცვას, ხო? ეს არის უბრალოდ მთელი ერზე, ასე ვთქვათ, ნალოცი. როგორც ნათქვამი თორაში, რომ ქოენ გადოლი ყველასთვის ლოცულობდა, ერთი ადამიანი ლოცულობდა მთელი ერისთვის. რამბამიც გვასწავლის მაგას და სხვა რამბებსაც მოყავთ კომენტარებში, რომ ადამიანის ლოცვა უნდა იყოს თითქოს ქოენ გადოლია. თითქოს მაგას ევალება ერისთვის ილოცოს. რამდენად უნდა მთელი გულით ილოცოს და ფიქრებით ილოცოს, შეეცადოს მაქსიმალური სთხოვას გამჩენს, რისი თხოვნაც შეუძლია, რომ ეს ერისთვის არის თხოვნები და არა მარტო ჩემთვის. ნუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს აბოდა იგულისხმება ამიდის ლოცვის მნიშვნელობაზე. ამიდის ლოცვას ლოცულობთ სამჯერ დღეში და გარკვეულ დღეებზე შაბათს და კარგ დღეებში და ხოლო მოეჩი და როშხოდეში ამიტომ ჩვენ თვილად მუსასაც ეგეც იგულისხმება. პირველ რიგში ეგ იგულისხმება, რომ ამიდის ლოცვა ადამიანმა ილოცოს და არა უბრალოდ მარტო თხოვნები, მაგრამ თლიანად ლოცვაზე რომ დაფიქრდეს ადამიანი, ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა იყოს ისრაელის შვილისთვის ლოცვა. არა უბრალოდ წავიკითხოთ ლოცვა და დავუკიდოთ სიდური და გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება, არამედ დაფიქრებით, მონდომებით, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობით, რომ ეს ერისთვის არის ლოცვა და არა მარტო ჩემთვის. და მესამე, რა თქმა უნდა, ნათქვამია, ეს არის გმილოთ ხასადიმ. გმილოთ ხასადიმ ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი თემაა. უბრალოდ რამოდენიმე სიტყვით ვერ ახსნით, როგორც უამრავი რაბს მოყავს, უამრავი მაგალითებით. პირკეოძე თუ რა არის გმილოთ ხასადიმ, ჩვენ ცოტა მოკლედ რომ მოვიყვანოთ და ძირითადად შევეხოთ, ეს არის მიცვა, სიკეთის გაკეთება. სიკეთის გაკეთება შეიძლება ყველაფერში. როგორც ჩვენ ახსენეთ ლოცვაც, მე რო სხვა ადამიანზე ვლოცულობ, იმას რო გაჭირვება აქვს, თქვათ, ფინანსური გაჭირვება აქვს და მე იმ ადამიანზე ვლოცულობ, გამჩენს გთხოვ გამჩენო მიეცი, ან ავადმყოფს ადამიანი და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მაგაზე ვლოცულობ, ეგეც გმილოთ ხასადიმია. მაგრამ თუ რო გვასწავლეს რა ყველაზე დიდი გმილოთ ხასადიმი რა არის? ხესედ შელაემეთ. შედარებული არის, როგორც ადამიანი უკეთებს სიკეთეს გარდაცვლილ ადამიანს. როგორც ადამიანი ბოლო გზაზე ან გააცილებს, ან მისთვის რაღაცა მიცვებს ასრულებს, ან მაგალითად ადამიანი კადეშს კითხულობს თავის ახლობელზე, ან ასე შემდეგ. ეს არის სიკეთე მისთვის, რომელსაც შენ არ ელოდები, რომ ის პასუხს აგიბრუნებს, ხო? ის არ ელოდები, რომ შენ მაგ სიკეთეზე ხვალე მიპასუხებს და სიკეთით დამიბრუნებს. ხესეთ შელაიმეთ არის, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს, მაგრამ ჩვენ მისგან არაფერს არ ველოდებით. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, ნებისმიერი სიკეთესაც გაუკეთეთ ადამიანს, მეორე ადამიანს, უნდა იყოს ხესეთ შელაიმეთ. როდესაც ჩვენ რაღაცა მიზნების გამო ვაკეთებთ, რაღაცა დანიშნულებით ვაკეთებთ, ეს უკვე აღარ არის ის სიწმინდე აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამე გავაკეთოთ სიკეთეს, მაგას მაინც მისვეს შეგვეთრობა და მაინც კაი საქციელია, მაგრამ თუ რა გვასწავლეს რა გმილოთ ხასადიმ, ეს არის გომელზე כמו შუელა ადამიანისთვის, რომელსაც შენ ხვალე არაფერს აღარ მოსთხოვ. შენ ადამიანს დაეხმარე მაგ ასთვის საკითხში, მაგრამ ხვალე არ უნდა გაახსენო საერთოდ, რომ შენ დაგეხმარე. არც დღევანდელ წამს ახლა რო ვაკეთებ სიკეთეს, არ უნდა მქონდეს მე აზროვნება, რომ ცირა მოდი გავუკეთებ, იქნებ ხვალე რაში დამჭირდეს ეს ადამიანი.
თუ როგორ სწავლეს ეს გმულთ ხასადი მე აღარ არის ეს არის ხესედ ეს არის ასე ვთქვათ კაი საქციელი კი ერთმანეთს დავეხმაროთ ხვალე დღეს მე დაგეხმარები ხვალე შენ დამეხმარები და ასე შემდეგ როგორც ნათქვამია რომ ხალხი ამბობენ რომ გააკეთეს სიკეთე იმიტომ რომ რაში დაგჭირდება ხვალე ეს ადამიანი არიწიო მაგრამ თუ როგორ სწავლეს ეს არ არის ხესედი ხესედ შელაიმეთ რომ ისე შენ უნდა გააკეთოს სიკეთე ისე რომ ჩვენ ხვალე არც კი შევახსენოთ გახსოვს მე გუში როგორ დაგეხმარე იმედად მიხედავთ რომ შევა მე არაფერი არ უთხრა დღეს რომ დამეხმარე და დამიბრუნე ის სიკეთე არა როდესაც მე გავაკეთებ სიკეთეს თითქოს და მე აღარც მახსოვს ვაფშე ეს არის ნახდათ გაკეთებული სიკეთე რომ ჩვენ მარტო სიყვარულით მარტო პატივისცემით მარტო გვერდში დგომის გამო დავეხმაროთ რომ იმ ადამიანს თორსა დღეს ეხლა ამ საკითხში უჭირს იყოს კარგად როგორც მე მინდა რომ გამჩემა დამეხმაროს და მიიღო კარგად ხო ისე იყოს კარგად არ მინდა ხვალე არ მისგან არაფერი არ მინდა რომ შევახსენო არ მინდა რამე მოვითხოვო არაფერი როგორც ნათქვამია თორაში რომ ეს არის ხესად შელაიმეთ როგორც ადამიანს ვაცილოთ ბოლოგაზეს და მისგან რა თქმა უნდა რომ არაფერს აღარ მივიღებთ ესე უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენი გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა შენ გაგრძელება კიდე შემდეგ მიშნასაც მაგ თემით აგრძელებს შემდეგ მიშნა ბეზარათ შემდეგ მიშნაში უფრო დაწურებით გავივლით კიდე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რა არის მიცვა შელა ემეთ ხესეთ შელა ემეთ და გამჩნდა და გომადლიანოს ყოველთვის გაკეთებინოს ნებისმიერი მიცვა თელი გულით თელი მონდომებით და გაგუკეთებინოს სიკეთე ნახდათ ისე რომ ჩვენ მისგან არაფერს არ მოვითხოვებდეთ არამედ მარტო სიკეთე გუკეთებინოს ამ დედამიწაზე. მადლობა.